მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნეველის ტაროლოგიურ გვერდზე. მათ ვინც არიცით და ჩემი აუდიტორიის ახალი წევრები ხართ, მე ვარ ტაროლოგი, ეზოთერიკოსი და ასევე მაგიური მცენარეების წიგნის ავტორო ჩემი წიგნი მაქვს. ეხლა გვექნება ჩვენ კონკრეტული გაშლა ზოგადად ურთიერთობების თემებზე. დიდი ხანი არის ამ თემებთან დაკავშირებით რაღაც შემიწერია ვიდეო და შესაბამისად მივიღოთ ინფორმაცია. ვისაც გჭირდებათ პირადი კონსულტაციები, მიკავშირდებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე, ასევე გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ მოხდეს ენერგობალანსირება, მოწონება, კომენტარი, გაზიარება არ დაგავიწყდეთ და დავიწყოთ. ესე იგი, ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება სახელწოდებით რეალურად ამ ეტაპისთვის, რას ფიქრობს და რას გრძნობს ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან მიმართებაში. ვარიანტების რაოდენობა, როგორც ყოველთვის, გვექნება 3 ვარიანტის კატეგორია. თითო ვარიანტზე თითო ადამიანი უნდა ჩაიფიქროთ. მაშასადამე, თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, პირველი ვარიანტი. ზოგადად, რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით ამ ეტაპისთვის? ესე დავდოთ და რას გრძნობს თქვენთან დაკავშირებით. მეორე ვარიანტი. რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით ამ მომენტისთვის ჩაფიქრებული პიროვნება და რას გრძნობს? და რა თქმა უნდა, მესამე ვარიანტი. რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით და რას გრძნობს თქვენთან დაკავშირებით ეს ადამიანი. 3 ვარიანტი. შეხედეთ კარტებს, აირჩიეთ თქვენთვის ასურველი ვარიანტი, კიდევ ერთხელ განმეორდებით, თითო ვარიანტზე იფიქრებთ თვითო ადამიანს, ვისი ზოგადად ფიქრებით და გრძნობებიც გაინტერესებთ. ვინც ვერ მოასწავით არჩევა, შეგიძლიათ დააპაუზოთ და დავიწყებ პირველი ვარიანტი. ჩაფიქრებული პიროვნება ამ მომენტისთვის რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით. აი აქ რასაც მიჩვენებს სიტუაციურ მდგომარეობას, იცი როგორი მომენტი არის საკმაოდ დაულაგებელი არის საკუთარ თავში, ესე ვიტყოდი, ხო? ფიქრების კუთხით ერთი შეხედვით თითქოს უნდა შენთან გარკვეული სახის სიტუაციები, გარკვეული სახის ურთიერთობა, კომუნიკაცია, მაგრამ მეორე მომენტში თითქოს ბოლომდე დარწმუნებული არ არის საკუთარ თავში. ეს არის მდგომარეობა, როდესაც პირდაპირ მნიშვნელობით ცდილობს საკუთარ თავში დალაგდეს, გაერკვეს. გარკვეული კუთხით მისი მხრიდან შესაძლებელი არ იყოს პატარ-პატარა манипуляციების სიტუაცია, რომ სიტუაციური კუთხით ასე თქვა გამოგცადოს რა რეაქცია შეიძლება გქონდეს, რა დამოკიდებულება შეიძლება გქონდეს. ანუ ბოლომდე თითქოს შენში არ არის დარწმუნებული გარკვეული კუთხით შეიძლება ითქვას. ფიქრების კუთხით აქ თამამად შემიძლია თქვა, რომ შენ და მიინტერესებს მდგომარეობა აქვს, აინტერესებს უნდა შენთან გარკვეული სახის სიტუაციები, მაგრამ არ არის ბოლომდე დარწმუნებული საკუთარ თავშიც და ასევე შენი მხრიდანაც რეაქციების სიტუაცია რა შეიძლება იყოს კონკრეტულ თემასთან წამოსული, ხო? ზოგადად გრძნობების კუთხით არსებული ადამიანი რას გრძნობს თქვენთან დაკავშირებით? აქ პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ თამამად შემიძლია თქვა, რომ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენი ეს რაღაცა კავშირის სიტუაცია, თუნდაც საწყის ეტაპზე იყოს, თუნდაც რაღაცა ეტაპზე იყოს, არ არის შემთხვევითი სიტუაციის მაჩვენებელი. ფიქრობს, რომ რაღაცა სერიოზული გარკვეული კუთხით მისია გაკავშირებთ, გარკვეული კუთხით რაღაცა სერიოზულად დაკავშირებული ხართ შემთხვევითობის პრინციპით არ მოხდა თქვენი ეს რაღაც სიტუაციები, ხო? აქედან გამომდინარე, პირდაპირ მნიშვნელობით ძლიერი ვნების მომენტი, ძლიერი სურვილი შენთან რაღაცა გარკვეული სიტუაციები გქონდეს, მაგრამ უფრო მეტად არის ავხორციელობის მომენტი. ხვდებით, თითქოს უფრო მეტად სექსუალურობის კუთხით გიყურებს ეს ადამიანი. ანუ ისედაც გრძნობს ენერგეტიკულად გარკვეული სახის კავშირს, მაგრამ უფრო მეტად არის ავხორციელობის მომენტი. გრძნობის კუთხით ვერ ვიტყვი, რომ უყვარხარ და გიждდება შენზე, მაგრამ ძლიერი სიმპათიების სიმპათიები აქვს, რის ხარჯზეც ფიქრობს, რომ შესაძლებელია რაღაც სასიყვარულო თემაშიც გადაიზარდოს, მაგრამ მისი მხრიდან არის დამოკიდებულება, რომ სჭირდება, რომ შენშიც დარწმუნებული იყოს. ბოლომდე თითქოს შედამინდობის ფაქტორი ამ ადამიანს არ აქვს. დამეწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონირდა და რამდენად ახლოს იყო თქვენთან არსებული სიტუაციები. პირველი ვარიანტი, გადავდივარ მეორე ვარიანტის წარმომადგენლებზე. ჩაფიქრებული პიროვნება, რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით ზოგადად? თამამად შემიძლია თქვა, რომ როგორც პიროვნება, არ აქვს მნიშვნელობა ქალბატონები უყურებთ მამაკაცი, როგორც პიროვნება საკმაოდ იზიდავთ, საკმაოდ აქვს თქვენთან ტოლვის ფაქტორი და სურვილი რომ გერქვათ მისი და რომ იყოთ მისი პირდაპირ მნიშვნელობით. რაღაცა მომენტებში ეს ადამიანი საკმაოდ ეგოისტური გამოვლინებების კუთხით გამოირჩევა და შეიძლება ჰქონდეს წამოვლითი ხასიათები და მომენტში შეიძლება აგრესია გამოხატოს, მომენტში შეიძლება უხეშობის ფონი, მაგრამ ეს არის მის თავში კომპლექსები, მოდი ესე დავარქმევდი, რაღაც მომენტში
ვიღაცა არ არის და ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული და დარწმუნებული თავის რაღაც გადაწყვეტილებებში, თვალსაზრისით, რომ კომპლექსები აქვს ბევრი. თითქოს რაღაც მომენტში შეიძლება ეგონოს, რომ შეიძლება შენ უარყო, არ მიიღო ბოლომდე ისეთი, როგორც შეიძლება, რომ თვითონ იყოს ხვდები. ეს არის საკუთარ თავში თვით შეფასების ამაღლებაც აკლია და არ არის ბოლომდე დარწმუნებული, ესე ვიტყოდი, ხო? ძალიან მერყევი არის და ძალიან დაბალი თვით შეფასების მქონე ადამიანი არის. ფიქრების კუთხით კიდევ ერთხელ განმეორდები, როგორც პიროვნება, როგორც ადამიანი, ყველანაირად მის კრიტერიუმს აკმაყოფილებს და საკმაოდ ძლიერი სურვილები არის, რომ შენთან იყოს გარკვეული სახის სიახლოვის თემაში. კონკრეტულად გრძნობების კუთხით რას გრძნობს? აქ ისევ და ისევ ამოგვდის ვარსკვლავის სიტუაცია. გრძნობების კუთხით თამამად შემიძლია თქვა, რომ ძლიერი სიმპათიების სურვილები რომ გერქვა შენ მისი. რომ იყოს შენ მისი, შენთან გქონდეს სტაბილური სიახლოვის თემა. ეს მარტო სექსუალური კუთხით არა, ეს არამედ იყოს გარკვეული რაღაც სტაბილურობა, შეიძლება პირდაპირ ცოლო ქმარი არ გეთქვათ, ხო? მაგრამ რაღაცა ისეთი სტაბილური ურთიერთობის კუთხით იყოს ეს ყველაფერი წასული. ურთიერთობები ზედმეტი ასე ვთქვათ, ტოქსიკურობის გარეშე, ზედმეტი ეჭვიანობების გარეშე. ანუ ამ ადამიანს იმდენად ძლიერი ტოლობა აქვს შენს მიმართ, იმდენად ძლიერი სურვილი რაღაც სტაბილურ თემაში შეხვიდეთ, რომ ფაქტიურად ეს ყველაფერი აკვიატებაში და მისი მხრიდან შეიძლება ითქვას ცოტა გიჟურ გამოვლინებებშიც გადასცეს. თუ რაღაცა მომენტში შენი მხრიდან არ იქნება თანხმობის თემა, რაღაც მომენტში ისი არ მოიქცევ როგორც მას უნდა, ძლიერი აგრესიის თემები შეიძლება წამოვიდეს. ფიქრობს, რომ რაღაცა მომენტში შეიძლება შენ მასზე მანიპულირებდე და სიტუაციურად ეთამაშებოდე, ხვდები? აქედან გამომდინარე პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ სურვილები ძლიერი არის, უნდა სტაბილური თემები, მაგრამ ბევრი გამოცდის თემას განახორციელებს შენთან მიმართებაში, რის საფუძველზეც ეცდება, რომ ბოლომდე მოიპოვოს, ასე ვთქვათ, ნდობის ფაქტორი, შენ რომ მოიპოვო მასთან მიმართებაში. ჯერ ახლა ბოლომდე შენში დარწმუნებული ეს ადამიანი ნამდვილად არ არის. გარკვეული კუთხით შეიძლება პატარ-პატარა პაუზებიც აიღოს ხოლმე სპეციალურად მანიპულაციის კუთხით ამ ადამიანმა. დამეწერეთ, რამდენად ახლოს იყო თქვენთან არსებული სიტუაციები, მოწონება, კომენტარი, გაზიარება არ დაგავიწყეთ, პირადისთვის მიკავშირდებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. გადავდივარ მესამე ვარიანტზე, მესამე ადამიანი. ჩაფიქრებული პიროვნება რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით. ფიქრების კუთხით ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ ძირითადად ეს ადამიანი ცოტათი შეიძლება განდეგილის პოზიციაში იყოს და რაღაცა მომენტში ვერ ხვდებოდა შენ თვითონაც რა შეიძლება უნდოდეს, ან როგორ მოიქცე, რა უთხრა, რა გააკეთო. ცოტათი ესეთი შენთვის ბოლომდე შეცნობილი ადამიანი არ იქნება, შეუცნობლის პოზიციის კუთხით შეიძლება იყოს ეს ადამიანი. თემა არის ის, რომ ეს ადამიანი ჯერ არ არის დარწმუნებული, რომ შეიძლება შენდამი რაიმე ჰქონდეს, თუნდაც გრძნობა, თუნდაც რაიმე კუთხით სერიოზული სიტუაცია. ეს არის მდგომარეობა თითქოს ნიადაგს ამზადებს, რომ ნელ-ნელა რაღაცა თემებში ერთად გადაიკვეთოთ, ერთად გქონდეთ კავშირები, ესე ვიტყოდი, ხო? აქ პირდაპირ რასაც მიჩვენებს კონკრეტულად სამართლიანობის არკანის მდგომარეობით, ჯერ არის პირდაპირ მნიშვნელობით სასწორეს პრინციპზე. თან თითქოს თემაში შეიძლება ყვებოდეს, თან თითქოს ბოლომდე შეიძლება დაბროს თემებზე არ მოდიოდეს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის კონკრეტული აზრი შენთან მიმართებაში არ გააჩნია. ძირითადად ეს უფრო მეტად არის ინტერესის მდგომარეობა, ინტერესი, როდესაც ადამიანი ვერ იაზრებს, რატომ აქვს შენთან ესეთი ძლიერი ინტერესი. რაღაც მომენტში შეიძლება იყოს ეს შენი ხასიათები, შენი ინტელექტუალურობა, შენი რაღაცა პოზიცია ცხოვრებისეული, ის სიტუაციები, ის გარემოება, სადაც ტრიალებ, უბრალოდ თვითონვე ვერ იაზრებს რა არის, რაც შენში ესე ძალიან იზიდავს. უფრო მეტად საკუთარი გემოვნების ჩამოყალიბებაში არის, ესე ვიტყოდი, ეს ადამიანი. კონკრეტულად შენთან მიმართებაში რაიმე სახის გრძნობა აქვს და ამ გაურკვევლობისა, ტოლვის თემები არის აქ ფაქტიურად. ძლიერი ტოლვა ქვეცნობიერის დონეზე, თითქოს აი გრძნობს, აი ენერგეტიკულად პირდაპირ ეს ადამიანი გრძნობს და პირდაპირ მნიშვნელობით რაღაცა აი ძლიერი იმპულსებს განიცდის შენთან მიმართებაში, რაღაცა ისეთი ენერგია მოდის შენგან, რაც მას საკმაოდ აღაგზნებს კიდე შეიძლება ითქვას და გარკვეული კუთხით გამოყავს წყობილებიდან. თითქოს შენთან მიმართებაში არ გავს საკუთარ თავს ისეთი როგორიც უნდა იყოს. სხვასთან მიმართებაში როგორიც არის, ისეთი არ არის შენთან მიმართებაში. რაღაცა ეს გადახოვის ფაქტორები აქ ამ ადამიანს რომ საკუთარ თავზე კონტროლს არ გავს შენთან მიმართებაში როცა არის. კიდევ ერთხელ განმეორდები, ეს ადამიანი ვერ იაზრებს ბოლომდე ეს რა არის, რატომ არის ესე, მაგრამ აქ არის ძალიან ძლიერი ენერგეტიკული კავშირი. თითქოს რაღაცა მომენტში ძალიან მსგავსი ენერგიები გაქვთ. ენერგეტიკულად ძალიან გავხართ ერთმანეთს, ორივე ხარ ძალიან ისეთი
ცეცხლოვანები, ძალიან ისეთი მიზანდასახულები, სიტუაციების მართვის პოზიციის მაჩვენებლები, რო გინდათ რომ ყველაფერი თქვენ მართოთ, ეს რაღაც აი ესეთი ცეცხლოვანი ენერგიები მოდის და ცოტა უფრო მეტად ხისტი, მამაკაცური რაღაცა ძლიერი ენერგიები, ამაც არ აქვს მნიშვნელობა ქალბატონი უყურებთ თუ კაცები უყურებთ. ასე რომ ტოლვა ძლიერი არის, მაგრამ ეს ადამიანი ჯერ სახელებს ვერ არქმევს, ვერ ამბობს რომ ეს ნება არის, ვერ ამბობს რომ ეს სიყვარული არის, უბრალოდ ელოდება გარკვეული სახის რაღაცა დროის ფაქტორებს და დროსთან ერთად გონია რომ ყველაფერი დაალაგდება ეტაპობრივად. აი ესეთი იყო არსებული ვარიანტებისთვის არსებული ინფორმაცია. მოწონება კომენტარი გაზიარება არ და გავიწყდეთ. პირადი კონსულტაციებისთვის რა თქმა უნდა მიკავშირდებით Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე, გამოიწერეთ ჩემი არხი YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, რომ არ გამოტოვოთ საინტერესო სიახლეები. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და კარგად ყოფნას. ნახვამდის.